ჩვენ ბავშვობიდან მოყოლებული ხვდებით იმ მოვლენებს, რასაც დღეს გენდერს ან გენდერულ დეზინფორმაციას სტერეოტიპს ვეძახით, ხო? ეს არ არის რაღაც ახალი 21 საუკუნის მოვლენა, უბრალოდ 21 საუკუნეში უფრო კარგად და მკვეთრად დაერქვა სახელები. ქალებს არ ცხვენენ, თქვათ, გარეგნობით, ჩაცმულობით, ხმით, აქტიურ ქალებს, ესე იგი, აბრალებენ, რომ ისინი ემოციურად არიან გაუწონასწორებელი და ისტერიულები, ხო, ზმნებით შესაბამისი გამოიყენება, ხო, კაცი თუ ლაპარაკობს, საუბრობს, ქალიც იკვინებს, ან ხო, რაღაც ესეთი ენაშიც, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც დამამცირებელი ლექსიკა გამოიყენება. ვირტუალური სივრცე კიდე გაცილებით უფრო სასტიკი არის, ასე მგონია. აი ეს გენდერული დეზინფორმაციის ძირითადი ნაწილი, მე ვიტყოდი ალბათ 90% ზუსტადაც რომ აი ამ ონლაინ სივრცეში არის გადანაცვლებული და იქ ბრძოლა არის ძალიან რთული. თუ პირისპირ საუბრისას რაღაცას აქვს აზრი, ადამიანს აუხსნია ის მიუხედავად ის რაღაც უსიამოვნო მომენტებში შეიძლება გადალახო და ახსნა რომ რა არის პრობლემა და რა არა. შეუძლებელი ხდება ეს სოციალურ ქსელებში. კომპიუტერთან მჯდომი ადამიანს ავიწყდება, რომ ვისაც წერს ისიც ადამიანი და ზუსტად ისეთივე სიმძიმით შეიძლება აყიქვას ის ტექსტი, როგორც პირისპირ საუბრისას. ერთ შეხედვით ხო შეხედავ პოლიტიკოს ქალს მაგალითად არის ძლიერი რაღაცა გგონია რომ სხვებთან შედარებით უფრო მეტად დაცული იმიტომ რომ კარგად იცის თქვა თავისი უფლებები, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, სიტყვა პასუხიც არ ეშლება, მაგრამ აი რაღაცნაირად, როდესაც აი ამ ტიპის ძალადობის პირისპირ აღმოჩნდებიან, აი გენდერული დეზინფორმაციის პირისპირ აღმოჩნდებიან, სულ მქონდა განცდა, რომ მაინც რაღაცნაირად დაუცველები იყვნენ. მოილია ის, რომ არ განიცდი, უბრალოდ ამას სადღაც პასუხისმგებლობის ნაწილში უკანა პლანზე გადაწევ და ცდილობ რომ დაევიწყო. პირისპირ შეჯახების დროს როგორ იქცევი ასეთ დროს, რა ვიცი, ან პასუხს აძლევ ან არ აძლევ, სიტუაცია გაჩვენებს როგორ უნდა მოიქცე იმ წუთას. ამოსავალი უნდა იყოს არა ის რომ ვიღაცა სანიმუშოდ დასაჯო, არა ამოსავალი უნდა იყოს შენ როგორ იგრძნობ თავს იმ წუთას უკეთესად რომ მე არ დაიტანჯო უპასუხე თუ არ უპასუხე იმით, იმიტომ რომ შეიძლება პასუხმაც გაგანერვიულოს და გადააჭარბოს, შეიძლება უპასუხობამაც. რადიკალური აქტორები აჟღერებდნენ ესეთ თემებს და შემდეგ უკვე ხელისუფლებამაც ამ ენაზე დაიწყო მეტყველებაც და მე უკვე ნაბიჯებიც გადაიდგა. ნახეთ რომ გენდერული კვოტები გაუქმდა, დღეს მაგალითად და საერთოდაც სიტყვა გენდერის დემონიზაცია ხდება. ეს ანუ რა ნაბიჯებიც გადაიდგა აი ამ თანასწორობის მიმართულებით და სახელმწიფო პოლიტიკა რაღაც ნაბიჯი ხმეოდა, ესე იგი ფაქტიურად გვაქვს უკუსლა, ხო? და აი ამ ყველაფერი ამ აი ეს ნაბიჯების, ესე იგი წინასწარი სამუშაო ინფორმაციული, სწორედ აი ამ დეზინფორმაციული, ესე იგი შინაარსებით შეიქმნა. 2024 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული ძალადობის და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ბოლო პერიოდში. ანუ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის დაფიქსირებული 2024 წელს. როდესაც შენ სტატისტიკა გეუბნება, რომ ამ ხელაზე გაზრდილია ძალადობა, როგორ შეიძლება ეს ძალადობის ფორმა გააუქმო, გააქრო, ან სახეცვლილება და მოდიფიცირება გაუკეთო ისეთ, რომ მნიშვნელობა დაუკარგო. და ამის განმახორციელება ზუსტად იცის, რომ ქალი უნდა ჩაკეტოს და თავდაჯერებულობა უნდა დააკარგვინოს. არაერთი მაგალითი ყოფილა ამის, ხო? სხვა ქალების პირადი ცხოვრების გავრცელების და ასე შემდეგ, ხო? ხშირ შემთხვევაში ჩვენ გავართ რეალობის წინაშე, როდესაც ქალი უნდა გადარჩეს. შეიძლება იყოს რომ ადამიანი ფიზიკური გადარჩეს, მაგრამ კარიერაში აღარ განვითარდეს. საბოლოოდ უარი თქვას კარიერას. ჩვენ ყველა შემთხვევაში კი გვაქვს ასეთი. ყველა ასე დავთვალოთ ადამიანები ფიზიკურად კი გადარჩნენ, მაგრამ შესაძლოა ის კარიერა, რომელიც მათ უნდათ მთელი ცხოვრება და რომელშიც წარმატებული იყვნენ, რო არ ყოფილიყო ამ ტიპის თავდასხმა, მათ აღარ არიან. ცხოვრებაში და პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც საადვოკატო საქმეების განხორციელების დროს დავხმარები ვარ ქალებს მარტო თანადგომით, მარტო იმით, რომ მithქვამს, რომ არსებობს ბრძოლის ხერხები, არსებობს მეთოდები. შენ არ ხარ დამნაშავე, იმიტომ რომ გახდი მსხვერპლი. შენ რომ ლამაზი ხარ, არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვიღაცას აქვს უფლება, რომ შეგავიწროოს. ან შენ რომ მარტო ხელა დედა ხარ, არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვიღაცას აქვს უფლება, რომ მოგადგეს და რაღაცა სიტყვები გიწოდოს. ჩვენი ჟურნალისტების რაღაცნაირი მისიაც არის ასეთი, რომ ამაზე ვწეროთ ხშირად, ან ვიდეოები ვაკეთოთ, ვაკეთოთ ხოლმე აი ეს ამ ტიპის შინაარსის რაღაცა
მასალები, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ამ ქალებმა იცოდნენ რა არის ეს გენდერული დეზინფორმაცია, რომ მასთან ბრძოლა შესაძლებელი არის და რომ რაღაცნაირად ამასთან მარტო არ არიან. ხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უნდა დავეხმაროთ ცუდად რომ გადარჩეს, მაგრამ მეტი არის საჭირო. მეტი ბრძოლაა საჭირო, იმიტომ რომ გქონდეს ის ადგილი, რაც გვეკუთვნის. ჩვენს ისტორიაში მთავარი მებრძოლები ვართ, მაგრამ სხვების ისტორიებში შეგვიძლია ვიყოთ რიგითები, მაგრამ რიგითობა არ ნიშნავს, რომ ვერ გააკეთებ იმაზე მეც, ვიდრე შეიძლება მთავარმა გმირმა გააკეთოს.